მოგესალმებით, მე ვარ მარინა ისკაკოვა, ქუთაისის 33 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორ-მასწავლებელი. აქვს 35 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ვარ 2017 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი. 2011 წლიდან როგორც სერტიფიცირებული Microsoft-ის ინოვაციური სწავლების პედაგოგი, ნერგავ ინოვაციური სწავლების მეთოდებს ვარ ბევრი ფორუმების, ეროვნული კონფერენციების მონაწილე, ასევე თვითონ ინიცირებას უწევ ბევრ ადგილობრივ, საქალაქო და ეროვნულ კონფერენციებს და ვორქშოპებს. რაც შეეხება ჩემ წარმატებებს, შეიძლება გამოვყო ის ფაქტი, რომ 2017 წელს მოხდი საქართველოს პირველ 9 მენტორს შორის და მის შემდეგ როგორც მენტორი გაუჩერებლად უზრუნავ სკოლის განვითარებაზე. 2020 წლიდან განახორციელე ძალიან ბევრი ინოვაციური სასკოლო და სასწავლო პროექტები, როგორიცაა მაგალითად განმავითარებელი შეფასების დანერგვა სასკოლო საზოგადოებაში, რადგან სკოლა გადავიდა შეფასების მეორე მოდელზე. ძალიან საინტერესო პროექტი იყო ციფრული სკოლა საქართველოს, რომლის ფარგლებში მოხდა სასკოლო სასწავლო რესურსების გაციფრულება და ციფრული რესურსების ბანკის შექმნა, რომელიც არის ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებულ პირთათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ბოლო პროექტი, მე ვფიქრობ, იყო ხარისხის განვითარებისა და მართვის პროცესების დანერგვა განვითარება სკოლაში, რომელმაც ხელი შეუწყო სკოლის წარმატებულ ავტორიზაციას. უწყვეტი განათლების დანერგვა და განვითარება სკოლაში, ესეც მე ვფიქრობ ერთ-ერთი ჩემი ძლიერი მხარეა, რომლის ფარგლებში სკოლაში უკვე ხორციელდება პროფესიული ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა გრაფიკული დიზაინი. მელობით არსებულ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბს, რომელმაც არაერთხელ წარმატებით წარადგინა თავისი პროექტები სხვადასხვა სამეცნიერო პიკნიკებზე, მაგალითად წელს წარვადგინეთ საქართველოს კლუბების მენტორების კონკურსზე, ჩვენ მიერ შექმნილი წლის ხარისხის მონიტორინგის სენსორული მოწყობილობა ჩვენმა გამოგონებამ გაიმართა. მე როგორც კლუბის მენტორი მოწვეული ვარ პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ფორუმზე. დავიწყებ იმით, რომ მის მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესი ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებას ითვალისწინებს. ამის მისაღწევად თავად ქმნის რესურსებს, რომლებიც მიემართება რამდენიმე სენსორული არხის გააქტიურებას. თავად ახორციელებს ტექსტის ადაპტირებას, გახმოვანებას, მოსწავლის საჭიროებისა და კინესთეტიკური სწავლების პრინციპების გათვალისწინებას. მხრიდან წახალისებულია მრავალფეროვანი გზით ცოდნის დემონსტრირების პროცესი. მარინას მოსწავლეები დავალებას წარადგენენ ვიდეო რგოლის, ელექტრონული პრეზენტაციების, პლაკატების, ბროშურების, ექსპერიმენტების სახით, რაც აისახება ბავშვების მოტივაციაზე. შედეგად ვიღებთ უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპებით დაგეგმილ და განხორციელებულ გაკვეთილებს. მარინა ისკაკოვასთან მუშაობა გზრდის პროფესიონალურად, გაძლევს მოტივაციას განვითარდე და აჯობო საკუთარ თავს. ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო, რასაც ნამდვილად იმსახურებს. ყოველთვის ცდილობს მოემზადოს ყველა გაკვეთილისთვის სხვადასხვანაირად, გამოიყენოს მრავალფეროვანი რესურსები, როგორც ელექტრონული, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და გაზიარებული ყველასათვის, ასევე ინოვაციური მიდგომები. მისი გაკვეთილი ყოველთვის არის გამორჩეული მოსწავლეთა ჩართულობით, არის აქტიური მსმენელი, განმავითარებელი შეფასების უამრავ ფორმას იყენებს გაკვეთილზე, რითიც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას. მარინა არის 7 გაწონასწორებული, ძალიან ყურადღებიანი ყველა მოსწავლის მიმართ და შესაბამისად ყველა მოსწავლისგან იმსახურებს თვითონაც პატივისცემას. მეორე, რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია, რომ ქალბატონი მარინა ბრძანდება თავისი საგნის ძალიან კარგი მცოდნე, რომელიც ცდილობს, რომ ქიმია ეს ერთ-ერთი რთული, მაგრამ ძალიან საჭირო და საინტერესო საგანი ბავშვებს შეასწავლოს ლაბორატორიული ცდებით, დაკვირვებებით, აღმოჩენებით და შესაბამისად ბავშვებიც ინტერესდებიან ძალიან ამ სიახლეებით. როგორც პედაგოგი თვითონაც მუდამ სიახლეებით არის დაინტერესებული, ცდილობს განვითარებას, თავის განვითარებას, არა მარტო თავისი საგნის, არამედ ბავშვების განვითარებაზე აქვს ძალიან დიდი აქცენტი გაკეთებული. მასწავლებლები იშვიათები არიან, რომლებიც საგანს ასწავლიან გულით და გონებით ერთდროულად.
ქალბატონი მარინა არის მასწავლებელი, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის წისვლაზე და წარმატებაზე. მან თავის საგანში განერგა ჰუმანური პედაგოგიკა. ამით ბავშვებისთვის უფრო საინტერესო მიმზიდველი გახადა თავისი საგანი. ყავს ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე. ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც ამჟამად მე-10 კლასის მოსწავლეა, ყოველთვის დიდი სიყვარულითა და აღფრთოვანებით საუბრობს მარინა მასწავლებელზე. ქალბატონი მარინა უაღრესად თბილი, ყურადღებიანი და მშრომელი მასწავლებელია. მისი გაკვეთილების შემეცნებითი, ინფორმაციული და აღმოჩენებით არის დატვირთული. ის ყოველთვის უნდას თავისი მოსწავლეების განვითარებაზე. მასწავლებელი ჩემთვის ძალიან გამორჩეული და მისაბაძი ადამიანია, რადგან სწორედ მან მასწავლოთ როგორ ვიყო მეტად პასუხისმგებლიანი, სამართლიანი, გვერდში მდგომი და უკეთესი ადამიანი ვიდრე ვარ. მარინა მასწავლებელი ჯერ როგორც პიროვნება და შემდგომ როგორც მასწავლებელი არაჩვეულებრივია. მუდამ მომღიმარი და ხალისიანი. ყოველთვის ცდილობს მოსწავლეში დაინახოს მაქსიმუმი მისი შესაძლებლობისა და გამოიყენოს ის. ძალიანაც ამოყვარდა ადრე ბუნება, მაგრამ შემაყვარა. ჩვენი ბუნების მასწავლებელი არის საუკეთესო. ბუნება ადრეც მიყვარდა, მაგრამ უფრო მეტად შემაყვარა. და არის ძალიან თავი. ძალიან მომეწონა. მადლობა. მიყვარხარ მარინა მასწავლებელი.